თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. გაინტერესებს ფილმებისა და წიგნების განხილვა? მაშინ რუბრიკა კინოწიგნომანია შენთვისაა. მოგესალმებით, ეს გადაცემა კინოწიგნომანია, მე კი მისი წამყვანი ნინი გიქვაშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემის თემა კი გახლავთ ყველა თაობის ყველაზე ნაცნობი და ყველაზე საყვარელი წიგნი, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცი. ეს არის წიგნი, რომელსაც ასაკი უბრალოდ არ გააჩნია. მისი წაკითხვა ნებისმიერი ასაკის ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს და იმ ტკბილ მოგონებებში დააბრუნებს, რომლებსაც ბავშვობის წლები ჰქვია. ავტორი ამ წიგნს უძღვნის ბავშვებს, რომლებიც სრულასაკოვან ადამიანებად იქცნენ. იგი წინა სიტყვაობაშიც ამბობს, ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს. ამ სიტყვებით იგი ყველა უკვე ზრდასრულ ადამიანებს ახსენებს, რომ ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ბავშვობას ბევრი ადამიანი ივიწყებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას სამუდამოდ ვტოვებთ. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერს ჯერა, რომ ადამიანები არსად არ მივდივართ ბავშვობიდან და საბოლოო ჯამში მხოლოდ ჩვენი სხეულები იზრდება, ხოლო ჩვენი დიდი ნაწილი ისევ გაჯიუტებული არის ბავშვობაში. სწორედ ამ ამბავს ეხება და ეძღვნება სრულიად გენიალური მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცი, პატარა უფლისწული, რომელიც 500-ზე მეტ ენაზე და დიალექტზე არის თარგმნილი და გამოცემული. ყოველ ადამიანს თავისი ვარსკვლავი ჰყავს, სხვებისგან განსხვავებული. ისინი, ვინც მოგზაურობენ ამ ვარსკვლავებს, თავიანთ მეგზურებად თვლიან, სხვები კი მათ პატარა მანათობლებად მიიჩნევენ. ეს წიგნი არის ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ალეგორიული ამბავი ადამიანზე, რომელიც საკუთარ პლანეტაში ცხოვრობს. ნებისმიერ ადამიანს, რომლებიც აი აქ დედამიწაზე ვცხოვრობთ, გვაქვს საკუთარი პლანეტა. ნებისმიერ ადამიანს, რომლებიც აი ამ ტექსტში მონაწილეობს, აქვს საკუთარი პლანეტა, რომლებზეც თვითონ ბრძანებლობს. აღნიშნოთ საინტერესო ფაქტი ჩვენს მწერალზეც. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი არა მარტო მწერალი, არამედ პილოტიც გახლდათ. მას 12 წლიდან სურდა, რომ გამხდარიყო პილოტი და მომავალი მწერალი ისეთი გატაცებული აღმოჩნდა ფრენით, რომ მან გადაწყვიტა ძველი ველოსიპედის, მავთულებისა და სხვა ნივთებისგან თვითმფრინავი შეექმნა. მოგვიანებით კი საკუთარი თვითმფრინავის შეძენის შემდეგ ეგზიუპერმა გადაწყვიტა საფრანგეთიდან ვიეტნამში გაფრენილიყო და ამით აესრულებდა მისი ძველი ბავშვობის ოცნება. ფრენის დროს უდაბნოში ჩამოვარდა, მაგრამ გადარჩენა მოახერხა. იგი ადგილობრივებმა შენიშნეს, ხოლო შემდეგ საჭმელი და საკვები მისცეს. მწერალი ამ შემთხვევას წიგნშიც მოიაზრებს. იგი ამბობს, რომ მან ავარიული დაშვება განახორციელა უდაბნოში, რადგან დაზიანებული თვითმფრინავი შეეკეთებინა. სწორედ ამ დროს შეხვდება ის ჩვენთვის ყველაზე საყვარელ პერსონაჟს პატარა პრინცს. პატარა პრინცი კი ამ ადამიანებისა და ამბების მატიანედ გვევლინება. ის გულიდან ხედავს ადამიანებს და ადამიანების შინაგან სამყაროს. მას გააჩნია ამისი უპირატესობა, რადგან ბავშვის თვალი ხედავს გაცილებით უკეთ და გაცილებით ღრმად ვიდრე უფროსის. და სწორედ ამიტომ ამ ავტორისვე დახატული მახრჩობელა გველი, რომელმაც გადაყლაპა სპილო, უფროსებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ქუდს წარმოადგენს. ალბათ იმიტომ, რომ უფროსების თვალი ვერ ხედავს რაღაცას, უფრო მეც ვიდრე ბავშვის თვალი. აი ეს წიგნი ზუსტად ამ თვალზე, რომელიც ამჩნევს უფრო საინტერესო ამბებს, რომლებიც მერე უკვე დიდობა მორგებულ ადამიანებს უკვე დანახვა აღარ და ვეღარ შეუძლიათ. ეს არის მთავარი პრობლემა უფროსების და მთავარი უპირატესობა ბავშვების. სწორედ ასე ვითარდება მოვლენები ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის წიგნში. ავტორი დაუმეგობრდება პატარა პრინცს, რომელიც თავის დროზე თავის პატარა პლანეტაზე ცხოვრობდა. სინამდვილეში, თუ კიდევ უფრო ღრმად ჩავხედავთ, ის გადაეყრება საკუთარ თავს, საკუთარ ბავშვობას. ამ დროს კი მის ცხოვრებაში ერთგვარი გარდატეხა მოხდება. ის ბავშვობის გრძნობა, რომელიც მას დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა, განსაცდელის დროს უბრუნდება პატარა პრინცის სახით, რომელიც თვითონ არის სინამდვილეში.
ნაწარმოებიდან შეგვიძლია გამოვყოთ მრავალი მნიშვნელოვანი პერსონაჟიც, მაგალითად ხელმწიფე, საქმოსანი, მეფანრე, გეოგრაფი, მწიგნობერი და ასე შემდეგ, რომლებიც სინამდვილეში ჩვენი საკუთარი თავების იდეალურ მაგალითებად გვევლინებიან. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ასევე მეორეული პერსონაჟი, რომელიც მელიის სახით გვევლინება და მას არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფრაზა ეკუთვნის წიგნში. მაგალითად, ყველა ქათამი წყლის 2 წვეთივით გავს ერთმანეთს. არც ადამიანებს შორის არის განსხვავება. ადამიანები ერთი შეხედვით შეიძლება განსხვავდებოდეთ, მაგრამ ერთი სირთულისა და ერთი სილაღის არსებები ვართ. წიგნში მოცემულია ასევე არაერთი ცხოვრებისეული ფრაზები. მაგალითად, მხოლოდ ბავშვებმა იციან ზუსტად რას ეძებენ. ადამიანები ჩქარი მატარებლისკენ ისწრაფვიან, მაგრამ თვითონაც არ იციან რას ეძებენ. ის, რაც გულისთვის ხილულია, თვალისთვის უხილავია. ყველაფერი, რაც გჭირდება, სიყვარულის პატარა წვეთია შენში და დაინახავ, რომ სიყვარული ყველაფერია. ცხადია, ამ ფრაზაში მოიხსენება ვარდი, რომელიც სიყვარულის სიმბოლოს ატარებს პატარა პრინცში. ეს იყო პატარა მიმოხილვა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოების პატარა პრინცის. მეც აღარ გავაგრძელებ, როგორც თანამედროვე მეტყველებაში ამბობენ, არ დაგასპოილერებთ. მკითხველი კი თავად აღმოაჩენს თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ წიგნში და მინდა რომ პატარა შეხსენებით დავამთავრო ჩვენი გადაცემა, რომელიც დაგვიტოვა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა. ის რომ არასდროს დავივიწყოთ, საიდან მოვდივართ, არასდროს დავივიწყოთ ჩვენი ბავშვობა და ის ტკბილი მოგონებები, რომელიც გვაკავშირებს ბავშვობასთან. დიდი მადლობა მოსმენისთვის და დაგემშვიდობებით. გადაცემა მომზადებულია ახალწლის გასულთა განათლების ცენტრის მიერ, პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალწლის გასულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.